მაშასე დაბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო საანონსო ჭრის მერმე, კაცების დრო ისევ ეთერშია და ბატონ რატის საინტერესო თემა გვაქვს ამ ასე ვთქვათ კომერციულ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ორიენტირებულია მოგებაზე, ფინანსურ წარმატებაზე, ჩვენ ვისაუბრებთ მოხალისეობის იმპულსზე და ინსტიტუტზე და გვეყოლება სტუმარი. მანამდე კი როგორც ვიცი გვაქვს სიუჟეტი, რომელიც მოამზადა ჩვენმა ჟურნალისტმა თამარ ასათიანმა, ნახოთ და მერმე დავბრუნდეთ ეთერში. მოხალისეობა საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა. ეს სოციალური აქტივობის ფორმაა, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და საზოგადოების სასარგებლოდაა მიმართული. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ შეიგრძნო თუ როგორი მნიშვნელოვანი და საჭირო ხარ ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, მათთვის, ვისაც შენ რეალურად სჭირდები. პერსონალურად ჩემთვის მოხალისეობა არის იყო მოწოდებული გულით იყო მოტივირებული ადამიანი, ენერგიული, რომ აკეთო ესეთი საქმე ყველანაირად უსასყიდლოდ. და უნდა მოდიოდეს მართლა ეს ყველაფერი შენი მოტივებიდან კონდეს იდეები, რომ განავითარო ორგანიზაცია, ჩაერთო ყველანაირ პროექტში. გვაქვს ხოლმე როგორც საგანმანათლებლო პროექტები, ასევე აქტიური ჩართულობები. დღეს აქ ჩვეულებისამებრ დიდი სამზადისია. მოხალისეებმა შეაგროვეს პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ამბობენ, რომ არაფერი სჯობს დადებითი ემოციების გაცვლას, გახარებული თვალების ნახვას. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა კეთილშობილური მიზნებით და მოტივით დავეხმაროთ. დრონი დღეს უკვე 100-ზე მეტ მოხალისეს აერთიანებს. აქ ყველა სხვადასხვა პროექტშია ჩართული. აქ ყველას თავის საქმე აქვს, თუმცა მიზანი საერთო. გამოვნახეთ საქართველოში უკიდურესად გაჭირვებული ხალხი, რომელსაც მართლა ძალიან უჭირთ ცხოვრობენ ვაგონებში, საყარაულო ტერიტორიებზე და ასე შემდეგ. არიან მართლა ძალიან გაჭირვებულები, ყავთ 8 ზოგს მეტი შვილი და მივედით მათთან, მოვინახულეთ, გამოვკითხეთ რა ჭირდებათ ყველაზე მეტად. შემდეგ ორგანიზაცია დრონი გამოყო თანხა. ჩვენ თვითონაც მეგობრებშიც ავაგროვეთ თანხა და ვეხმარებით ამ ეტაპზე ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს. საჭიროების მქონე ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, ბევრად უფრო მეტნი არიან და ჩვენი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არ აკმაყოფილებს ამ ყველაფერს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ დაგვეხმაროს, განსაკუთრებით კი საჭიროა ბავშვებისთვის, სხვადასხვა სათამაშო ან ტანსაცმელი, შვილებისთვის საკვები, პამპერსები და მსგავსი საჭიროების მქონე ნივთები. შესაძლებელია, რომ ისინი დაგვიკავშირდნენ როგორც Facebook გვერდზე, ასევე მოიტანონ ნივთები, რაც მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ გაიმეტონ. საქართველოში ადამიანების დახმარება უცხო არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში გამოხატვის ფორმა და მასშტაბი იცვლება, იხვეწება. შინაარსი კი უცვლელი რჩება. კეთილი საქმის კეთებას და სურვილს კიდევ უფრო ემოციურს ხდის ის ფაქტი, რომ ამ საქმეში ქართველებს უცხოელი მოხალისეებიც აქტიურად ეხმარებიან. პოლონეთიდან ვარ. მომწონს აქ ყოფნა, აქაური კულტურა, ხალხი, აქ მოხალისედ ყოფნა თვითგანვითარების საუკეთესო საშუალებაა. ახლის აღმოჩენა, ახალი ერის გაცნობა ეს ძალიან საინტერესოა. მე ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს ვამზადებ რეგიონებისთვის, ასევე ინგლისურ ენას ვასწავლი დაწყებით კლასებში. მოკლედ აქ ჩამოსვლა კარგი არჩევანია. საქართველოში ამ სფეროს უფრო მეტად განვითარებას, რა თქმა უნდა, ხელს საზოგადოების მაქსიმალური ინტერესი, აქტივობა და ჩართულობა შეუწყობს. ვაკეთოთ რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე და გავერთიანდეთ კეთილი მიზნებისთვის. მაშასე დავბრუნდით ეთერში საინტერესო სიუჟეტის ნახვის მერმე. და წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმარს, ახალგაზრდული ორგანიზაცია დრონის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი გიგალიშვილს. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, ჩვენ ისეთი რატომ ანონსისას იმდენი საინტერესო რამ თქვა, რომ მე ვიზიარებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მართლაც მოხალისეობა არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის მოძრაობა, რომელსაც ჭირდება მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, გარდა იმ თქვენი შრომისა, კულტურის ნაწილიც არის ხოლმე. უნებრივია.
ეს ერთგვარი ტრამპლინი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს საკუთარი თავი იპოვონ, გამოსცადონ საკუთარი თავი, თვითრეალიზაცია მოახდინონ და რაც ყველაზე მთავარია, მიიღონ ახალი გამოცდილება, რაც შემდეგში მათ დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება, აი რაღაცა ამასთანავე თქონდა ჩვენ ამ თემაზე საუბარი, რომ თქვა არის ევროპული ქვეყნები, რომელსაც თქვა თუ წერია CV-ში, რომ აი მოხალისეთ არის ნამუშევარი, მისთვის იმ კარიერულ წინსვლაში გარკვეული мотивация არის. საქართველოში არის თქვა უკვე ასეთი პრეცედენტი ამის საშუალება, რომ აი ეს თუ ჩაწერა CV-ში რაღაცა ეხმარება. თუ ჯერ მაინც ცითრა ეს მაინც ფიქრობ, რომ ინდივიდუალურია. საქართველოში მოხალისეობა არის და არის ორგანიზაციები, რომლებიც ამ მოხალისეობის განვითარებას უწყობენ ხელს, თუმცა ცხადია გაუმჯობესებული დიახ, ყოველთვის შეიძლება. ახლა მთლად ისე არ არის როგორც ევროპულ ქვეყნებში, თუმცა რაღაც გარკვეული ძირეული ძვრებიც არის ამ მიმართულებით. კანონის თვითონ ახალგაზრდა პოლიტიკაშიც არის ეს აღნიშნული მოხალისეობაზე. ცხადია ეს საჭიროებს ჩემი აზრით რაღაც განვითარებას, მაგრამ აქ მინდა გამოვყო ორი სახის მოხალისეობა. პირველი ეს არის ადგილობრივ დონეზე მოხალისეობა, როდესაც ადგილობრივი ახალგაზრდები ჩართულები არიან ამა თუ იმ საქმიანობაში, ორგანიზაციის საქმიანობაში. მაპატეთ ადგილობრივში საქართველოს საქართველოს ლოკალური და მეორე ეს არის საერთაშორისო მოხალისეობა და აქ მინდა ვისაუბრო შესაძლებლობაზე, რომელსაც ქვია ევროპის მოხალისეობრივი სერვისი, რომელსაც უკვე 30 წელია ევროკავშირი ახორციელებს. ამას ქვია, ანუ როგორც გითხარით DVS, European Voluntary Service. და ეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მის პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ევროკავშირში, მაგრამ არიან თქვა და ამ სივრცეში, როგორც არის თურქეთი, ხორვატია, ისლანდია, ნორვეგია, რომლებიც არ არიან წევრები და ლიხტენშტეინი, მაგრამ იქაც არის შესაძლებელი ეს მოხალისეობრივი პროგრამის გაკეთება, განხორციელება. ანუ ახალგაზრდებს ექნებათ აქვთ შესაძლებლობა 2 თვიდან 1 წლამდე, ეს აგრძელვადიანი მოხალისეობრივი სამსახური და ასევე მოკლევადიანი 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში მოხალისედ წავიდნენ რომელიღაც ორგანიზაციაში და მან მიიღონ გამოცდილება. ეს არის ევროკავშირის პროგრამა, როგორც აღნიშნე და ითვალისწინებს მართალია ქვია მოხალისეობა, მაგრამ რაღაც გარკვეულ თანხას, ანუ GB's pools და კვებით უზრუნველყოფილია თითოეული მოხალისე, ვინც ამ პროგრამაში ღებულობს მონაწილეობას. ჩვენ როგორც ვაგზავნით მოხალისეებს ამ სხვადასხვა პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნებში, ანალოგიურად ღებულობთ ასევე უცხოელ მოხალისეებს საქართველოში. ჩვენს გარდა კიდე არიან რამოდენიმე ორგანიზაცია, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული. და აი რა ტიპის საქმიანობაა აი ეს? ძალიან კარგი კითხვა. ეს მოხალისეობა არ არის შეზღუდული, სფეროც არაა შეზღუდული. აი დაწყებული ახალგაზრდულ ცენტრებში მუშაობით დამთავრებული მუნიციპალიტეტები, რა ვიცი, ცხოველთა თავშესაფარი, ნებისმიერი სფერო, რაც ახალგაზრდას საინტერესებს, სოციალური სფერო, გარდა ბიზნესისა. არ გავიხსენო ივნისის მოვლენები, წყალდიდობის, როდესაც გულწრფელად ეს ერთ-ერთი ისეთი დრო იყო, როდესაც მოქალაქეობრივი აქტივობის თვალსაზრისით თავს გრძნობდი ბედნიერად, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ ამ ქვეყნისამ გამოავლინე საოცარი თვითორგანიზებულობა და აი ამ სიტყვის მოხალისეობს, როდესაც რაღაც ძალდატანებით კი არ აკეთებ, ამას ხალისით, შემართებით და შინაგანი ენთუზიაზმით რამდენიმე დღე უამრავი ადამიანი ემსახურებოდა ქალაქს, ზოოპარკს. სიამაყის ზნობა ჰქონდა იმიტომაც, რომ აი ესეთი ახალგაზრდობა არსებობს. ეს სულისკვეთება ცხადია არის, მაგრამ ამას ასე უჭირდება მხარდაჭერა. ისეთი მოვლენა იყო, რომ ვერ დაждდებოდა სახში და შორიდან ესე გულგრილი ვერ დარჩებოდა და ვერ უყურებდა. მაგრამ აი კონკრეტულად ეს რა პროგრამაზე რაზეც ვსაუბრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ან ნებისმიერი სფერო, მათთვის საინტერესო სფეროში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. ეს არ არის უბრალოდ მე ხა მოვიდეს ვიღაცა და მე მინდა წასვლა თქვათ ნორვეგიაში ან გერმანიაში. ეს არის რაღაც გარკვეული ეტაპი, გრძელვადიანი პროცესი, სადაც უნდა მოძებნო ეს თვითონ მიმღები ორგანიზაცია, შემდეგ თავი უნდა მოაწონო, ანუ ხდება შერჩევა მონაწილეების სხვადასხვა გზები არის, მაგრამ ძირითადად კლასიკური გზა არის, რომ თავიანთ CV-ს აკეთებენ და სამოტივაციო წერილს თუ რატომ უნდათ ამა თუ იმ ორგანიზაციაში მოხალისეთ წასვლა
და ამ შერჩევის შემდეგ ხდება ის პროცედურა, ვიზის აღება, ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი ანაზღაურება. აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ კულტურაზე ვისაუბრეთ, თქვით არის თუ არა კულტურის ნაწილი, მაგალითად, შვეიცარიაში არა მარტო ახალგაზრდები, ასევე მოხუცებულებით, რომლებიც აღარ მუშაობენ, ხანდაზმული ადამიანები, ისინი გარკვეულ პროექტებში იღებენ მონაწილეობას როგორც მოხალისეები და ფაქტობრივად შვეიცარიული კულტურის ნაწილი და ევროპულის, რომ ახალგაზრდა სტუდენტი ერთი იღებს ასეთი ტიპის აქტივობებში მონაწილეობას თითქმის ყველა. ჯარის პრინციპიც ამაზეა აგებული და ითვლება ასე ვთქვათ უხეშტონად, რომ შვეიცარიაში იყოს ახალგაზრდა, არ გავიდეს და არ იმუშაოს სხვა ქვეყნებში მოხალისედ. არ ნახოს ამ დაალაგებულ ქვეყანაში, ამ 7 ქვეყანაში კი არ არჩევს ყოფნას, არამედ ფაქტიურად მიდის თან ისეთ გარემოში, რომელიც არეულია, რომელიც არ არის დაალაგებული, სადაც პრობლემები და იქ გამოწვევა და მოდის აბსოლუტურად სხვა ადამიანი უკან. სხვა შორის მოხუცებით. გიორგი, თქვენ ბრძანეთ და ტელემოყურებისთვის ესეც ძალიან საინტერესოა. თქვათ არა მარტო დაუშვათ აქედან იქ, არამედ იქიდან აქეთ. აი თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ესეთ, აი რაოდენობა და რისთვის არიან, თქვათ უცხოელი მოხალისეები, კონკრეტულად მე ոնც იმ წყალდიდობას არ გულისხმობ, რაღაც სხვა პროცესებს ჩართულებით რა პროექტებში არიან დაკავებული. ესე იგი, როგორ არის ნებისმიერ ორგანიზაციას, ვისაც აქვს სურვილი ამ სფეროში მოღვაწეობს, უნდა გაიაროს აკრედიტაცია და შემდეგ იქ წესდება რა რაოდენობის მოხალისის მიღება შეგიძლია. ჩვენ გვაქვს 6 მოხალისის მიღების უფლება, ანუ ერთდროულად 6 მოხალისე შეიძლება გყავდეს გრძელვადიანი. ამ ეტაპზე გვაქვს 6, ცხადია ეს თავიდან. უკვე ამ ეტაპზეც გყავთ? კი, უკვე ამ დაახლოებით 12 წელია ამ სფეროში ვართ და 12 წელია ყოველ წელიწადს გვყავს მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან. თუმცა ამის გარდა გვყავს ასევე მოკლევადიანი მოხალისეები, სადაც ჩამოგვყავს 15, 20, 25 რაღაც სხვადასხვა კამპანიების დასამართავად. რაც შეეხება საქმიანობას, მინაიდან ჩვენი საქმიანობა არის და ვიმსახურებით ახალგაზრდებს და ახორციელებთ ახალგაზრდულ საქმიანობებს, ისინიც ბუნებრივია ჩართულები არიან ამ სფეროში. თუმცა ეხლა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს საქართველოს თბილისში არსებულ რამდენიმე ის არის ცხოველთა თავშესაფარი, ძაღლების თავშესაფარი, მათ დავეხმარეთ აკრედიტაციის გაკეთებაში და სავარაუდოდ ამ წელს უკვე იქაც მივიღებთ მოხალისეებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ადგილობრივ ქართველ მოხალისეებთან ერთად ამ ცხოველების მოვლაში. და სხვა რა არის კიდე? გარდა აი თქვა ცხოველებს, აი დღეს ბრძანეთ რომ აი ჩვენთან აი ხა მაგალითად ვინც ყავს მოხალისეები, ესენი ჩართულები არიან, ჩვენ გვეხმარებიან პროექტების წარმართვაში. ასევე აკეთებენ სხვადასხვა სკოლებში არაფორმალურ განათლებაზე, ან მთლიანად ეს პროექტი არის აგებული არაფორმალურ განათლებაზე. და აი სხვადასხვა სახის არ მინდა ეს ვორქშოპი ვიხმარო, მაგრამ სასწავლო აქტივობებს ახორციელებენ ამ სასწავლო დაწესებულებებში. ამის გარდა ჩვენი გვაქვს ისეთი სივრცე, რომელიც იძლევა საშუალებას ჩვენ თვითონაც ვატარებთ ჩვენი მოხალისეებისთვის, ადგილობრივი მოხალისეებისთვის სხვადასხვა სახის ვორქშოპებს. დაწყებული პრაქტიკული, ანუ ვთქვათ, როგორ გამოიყენო recycling, ანუ გადაამუშავო, აი ვთქვათ, ბოთლები და გააკეთო მისგან ჭიქები. ასევე გვაქვს გარემოს დაცვაზე და სხვადასხვა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ნუ ძალიან კარგი, მით უმეტეს ალბათ ეს გაზიარება არის გამოცდილების. ჩვენ აქედან სადღეგრძელოებს ვასწავლით და ასე შემდეგ. და ჩვენგან წასვლა და გაგზავნა, აი თქვა თუ ნუ გექნებათ ცხადე ინფორმაცია, აი რა ტიპის ქვეყნებში არიან თქვა ჩვენი მოხალისეები? აბსოლუტურად ევროპის ყველა ქვეყანაში გვყავს, ეს შემიძლია ესე თამამა და ამაყად თქვა, რომ გაგზავნილი სხვადასხვა დროს. დაახლოებით წელიწადში ალბათ 60-მდე ახალგაზრდას ვაგზავნით. ხობრუნდებიან, ბატონო გიორგი. ჯერ არ მქონია ესეთ შემთხვევა, რომ ვიღაცა არალეგალურად დარჩა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც წავიდნენ და დაქორწინდნენ, ანუ ოჯახური მართლა შვედეთში ქონდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც მოხალისეთი იყო წასული ერთი წლით, ჩამოვიდა შვედეთში კი ფინეთშიც, რა ხშირია ეგეთი შემთხვევები. ანუ დემოგრაფიულ სეგმენტშიც კი, კარგად იმოხალისევეს. კარგად ვფიქრობ, ანუ ბევრი რჩება იმით, რომ რავი, სწავლას აგრძელებს, მაგრამ ზირთადად ჩამოდიან ხოლმე და უკვე აი შედეგს ხედავთ. აი ეს გამოცდილება ჩამოაქვთ. გამოცდილება ჩამოაქვთ და აი მათი სრული უმრავლესობა არის ძალიან წარმატებული დღეს. აქვთ სტაბილური სამსახური და რაც ყველაზე მთავარია, აკეთებენ იმ საქმიანობას, რაც თვითონ უყვართ. ეს ძვირფასო ტელემაყურებელო ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა გიორგიმ, ანუ ეს არის გაგრძელება იმ ხრივაც, რომ რაღაცა პროფესიულ სეგმენტში, ანუ სამსახურეობრივი თვალსაზრისით, რაც თავისთავად შემოსავალს ნიშნავს და გამოცდილებას, რომელიც ადგენება ახალგაზრდაზეა საუბარი. თუმცა
რატომ რაც ბძანა მე ძალიან მომეწონა ეს შვეიცარიული სეგმენტი ერთი, სადაც არის ასაკობრივი ხალხი, ხო, რომლებიც მათი ცოდნით რაღაცით აი ეს სეგმენტი ასათვისებელია. კი, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრია ამ კუთხით. რომელსაც უამრავი რამის გაკეთება შეუძლია, აქვს გამოცდილება, სურვილი, ჯანი და სხვათა შორის არანაკლებ მნიშვნელოვანი ენობრივი ესე იგი კომუნიკაციის საშუალება, რამე თუ ბევრმა იცის ინგლისური, ну აი ასაკობრივსაც გულისხმობ, ალბათ ეს აუცილებელი პირობა იქნება ერთ-ერთი. კაი კითხვა, ანუ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ თვითონ ეს პროგრამა ასევე ითვალისწინებს, რომელ ქვეყანაშიც მიდიხარ, იმ ქვეყნის ენის სწავლებას. რას ლაპარაკობ ეს? ხო, ანუ ну თქვა შვედური. ცხადია, დიახ, შვედური. შვედეთშია გასაკეთებელი გადაცემაა წასაყვანიმა და მოხალისეობრივ ამ ეტაპზე დაახლოებით 15-მდე მოხალისე გვყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. და ყველა სხვადასხვა სფეროშია ჩართული. რავი, ზოგიერთი მუშაობს მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ახალგაზრდულ ცენტრში, ზოგიერთი მუშაობს და არა ინგლისურის ხარჯზე. ანუ სწავლობენ რაღაცას, თქვა ხა ფინური არის ერთ-ერთი ურთულესი ენა. მათ შორის შეიძლება უნგრულთან კი რაღაც კავშირი კონდეს, მაგრამ ძალიან რთული ენა. და არიან თქვენ ყავთ ეს პრეცედენტი, რომ სწავლობენ ფინურს, ну ლაპარაკია ხა არა კალევალას დონეზე, არამედ ისეთი რაღაცა იქეთური, აქეთური, რასაც გვი. დიახ, საკომუნიკაციო. სწავლობენ, აი ფინეთი არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც სტაბილურად ვაგზავნით მოხალისეებს, იმიტომ რომ აი სტაბილური პარტნიორები გვყავს. და პროფილი გარდა მუნიციპალიტეტის კიდე რა შეიძლება იყოს ფინეთში? ანუ ეხლა ფინეთში ვინც აყვავს ორ ორგანიზაციაში, ამ ეტაპზე ორი მოხალისე არის, ერთი მუშაობს მიგრანტებთან. და მეორე მუშაობს ახალგაზრდულ ცენტრში, ანუ იქ არის ახალგაზრდული ცენტრები არის, ადგილობრივი ესეთი ქალაქი არის ტურკუ და ამ ქალაქის მუნიციპალიტეტის ქვეშ, მეთვალყურეობის ქვეშ და სწორედ იქ არიან ჩართულები. ჩვენ გვყავს გაგზავნილი ორი მოხალისე, მაგრამ ასევე ისინი ღებულობენ, ყავთ სხვა მოხალისეებს სხვა ქვეყნებიდან, რაც ასევე ეხმარება აი ინტერკულტურული რაღაც ტრანსნაციონალური გაცვლა არის. ძალიან მნიშვნელოვანი რამეს აკეთებთ, გულახდილად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ეგ წაადგება იმ ახალგაზრდებს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ნუ მარტო ვიზა ლიბერალიზაციის გამო არა, რომ ფიქრობს რომ ევროპაში სწავლით, მუშაობით, მე ძალიან სერიოზულია. ეს პროგრამა არის 7 წლიანი, ანუ 2020 წლამდე იქნება Erasmus+ ქვია. და ეს არის ხელმისაწვდომი ყველა ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაციისთვის, რომელიც ახალგაზრდულ სფეროში მუშაობს. უბრალოდ თავარია იქ რაღაც გარკვეული ცოტა ბიუროკრატია არის იმ მხრივ, რომ რეგისტრაცია უნდა გაიარონ, მე აკრედიტაცია უნდა გაიარონ და დანარჩენი აბსოლუტურად უსასყიდლოა, არ შეიძლება რომ ასეთ პროგრამაზე რომელიღაც ორგანიზაციამ თანხა აიღოს ან თანხა მოსთხოვოს, რომ შენ გაგიშვებ ერთი წლით და რაღაც გარკვეული გადასახადები დააწესოს. და იქ ცხოვრება, თქვათ, ამათი ყოფნა უკვე შედის იმ შედის ბიუჯეტში. რა უნარჩვევებია, კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მაყურებელს, ამ რითი ჩამოდის შეიარაღებული ან მიდის მოხალისე, რა სიახლეები, რა განცდები, რა შინაგანი სამყაროა, რასაც ცვლის ის ჯერ პირველ ყოვლისა საკუთარ თავში. რითი ხდება ეს მოხალისე ადამიანის საინტერესო ორგანიზაციებისთვის, სამსახურებისთვის, საზოგადოებისთვის. შეიძლება დავიწყოთ ცოტა უფრო სიღრმისეულად, მაშინ რომ უფრო კარგად აგიხსნათ. ეს პროგრამა, რომელზეც მე ხალხ საუბრობ, Erasmus+, ეს არის ევროკავშირის პროგრამა და ერთადერთი პროგრამაა მთელ ევროკავშირში, რომელსაც თანხა არათუ მოაკლდა, პირიქით 30%-ით გაიზარდა. და ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ უნივერსიტეტები, ეს არ არის მარტო საქართველოს, მთელი ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის. უნივერსიტეტები, სადაც სწავლობენ ახალგაზრდები, იძლევა კარგ ცოდნას, მაგრამ არ იძლევა კომპეტენციებს, ანუ სხვადასხვა უნარჩვევებს. სწორედ ეს პროგრამა ორიენტირებულია, რომ არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებს მისცეს კომპეტენციები, ანუ ცოდნა, დამოკიდებულება და უნარჩვევები. და სწორედ ამას აძლევს ეს EVS-ი, ანუ არაფორმალურს გარე განათლებით მიიღოს რაღაც უამრავი გამოცდილება. ეს პირველ რიგში არის დამოუკიდებლობა, მენეჯმენტი, ანუ მართვა, საკუთარი ახლა წარმოიდგინეთ უცხო ქვეყანაში ხარ, უცხო გარემოში და გქონდა მართვა. იქ არ არის ახლა ეს პროგრამა არ იძლევა ისეთ თანხას, რომ იქ თავისუფლად იცხოვრო და ყველა დღე რაღაცი ბარში და კაფეში და კლუბებში არა. დიახ, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ისეთ უნარჩვევას მატებს ანუ ენის ცოდნა, კომუნიკაცია, ურთიერთობა, პროექტების მართვა, პროექტების ინიცირება. რაც ყველანაირად აი თვითონ პროექტსაც გააჩნია, რომელ პროექტშია, მაგრამ ძირითადად ზოგადად შემილია ასე შევფუთოთ, რომ აი ყველა იმ უნარჩვევას აძლევს, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი თავის
და შესაძლებლობების რეალიზაციას. და გიორგი, თუ არის რაიმე, თქვათ ეს თქვენ ბრძანეთ ისეთი, ну, მოდი ვთქვათ, რაღაცა საშუალოდ გასაგები ყველას, მაგრამ რაღაცა უფრო ექსტრემალური მოხალისეობა, აი თქვათ, არ ვიცი ხა, რომ იგივე რაც ჩვენ შემთხვევაში წყალდიდობაში იყო. არის რაღაცა თქვა დანგრეული ან მიწისძვრის პირობითად ვიცი ეკოლოგიური პროექტები, ისეთი რამ რომელშიც თქვა ჩვენების ჩართვა. ჩვენების ჩართვა შეიძლება ცხადია, მაგრამ ეხლა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაგვიკავშირდა გვაქვს ერთ ჰოლანდიელებთან, ერთ-ერთი უნივერსიტეტია, რომლებიც დაახლოებით 25 ახალგაზრდა ჩამოდის თავიანთი ხარჯით, თავიანთი შრომის იარაღებით. და გვაქვს ორი ადგილი შერჩეული უდაბნო, ეს საგარეჯოს რაიონი და გორში. ერთ-ერთი რაღაც შენობა არის მიტოვებული, რომლის გარემონტებასაც ვაპირებ და შემდეგ იქნება ახალგაზრდული ცენტრი. ანალოგიურ პროექტები ეს აბსოლუტურად მოხალისეობაზე ხდება და არანაირი კომერციული გათვლები ან ფინანსური ინტერესი არ დევს ამ პროექტებში და ანალოგიურად, როდესაც არის ისეთი სწრაფი მოქმედების პროექტები, როდესაც ხდება მაქსიმალურად მოხალისეების მობილიზება საერთაშორისო დონეზე და ამა თუ იმ პროექტში ჩართვა. აი ძალიან კარგია, იმიტომ რომ მიეჩვევიან ყველაფერს და აი თქვა თქვენ რომ ბრძანეთ ეს 25 ჰოლანდიელი თქვა, რომ ამათთან კონტაქტი მარტო არასამთავრობო და მენეჯმენტს არ ვიცი, ადგილობრივ მოხალისეებს აქვთ ესეთი ერთობლივი საერთაშორისო ჯგუფი დგება თუ როგორ? ჩვენ იმის გარდა რომ გვყავს უცხოელი მოხალისეები, სტაბილურად 6, ჩვენ გვყავს ანალოგიურად, რითაც ჩვენ ვამაყობთ, ეს არის ადგილობრივი მოხალისეები და ახლა აქვე ასაქმებთ. თუ ასაქმებას დიახ, ჩართულები არიან, მოხალისედ არიან ჩართულები ჩვენს სხვადასხვა ღონისძიებებში. აზრზე მეტი ახალგაზრდა არის და სწორედ ეს ამ უცხოელების და დიახ. ეს არის ფაქტიურად ავით აღმაშენებელმა რომ 300 ფრანკი შემოიყვანა ის მოხალისე პირველი რომ შევიდა რომ ისწავლონ ერთმანეთთან ურთიერთობა, თქვათ რაღაცა ბევრი ის რაც ჩვენ არ ვიცით. შემოესწავლონ ან კიდე სხვადასხვა ენები. ხო, ცხადია. კომუნიკაცია ადამიანებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი ნაბიჯია, რომელსაც ადამიანი დგავს სამყაროს სხვა კუთხეში. რეალურად გადამწყვეტი მისი ბიოგრაფიისთვის, მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით ვიძახი, იმიტომ რომ თქვათ ჩვენს ტელემაყურებელს ხშირად აქვს ხოლმე დაინტერესება რაღაცით და არიციან როგორ დაიწყონ. აი ამ შემთხვევაში თქვენი ზუსტად ის რაც ახსენით არის რომ რაღაც აპლიკაცია ალბათ ხო რაღაც გასაკეთებელი წინასწარი სამუშაო ორგანიზაცია და არა მოხალისეს. თუ მოხალისეს შეუძლია ნებისმიერ აკრედიტირებულ ორგანიზაციას მიმართოს და სწორედ ისინი გაუწევენ ამ დახმარებას თუ მას უნდა რაც მოეთხოვება მოხალისეს ეს არის რომ კარგად იცოდეს რატომ უნდა მოხალისეობრივი სამსახურში ჩართვა. ისი გაკეთება უნდა და რატომ უნდა? იმიტომ რომ ხოლოდ იმის გამო რომ გასაგები იყოს და კომუნიკაცია მიიღება ორგანიზაციასთან, იმიტომ რომ ეს სწორედ აი მხარეს ამაღლებს სწორედ ის, როდესაც გათვითცნობიერებულად მიდის მოხალისეან ჩამოდის. იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც აი მიდიხარ და უბრალოდ იმის გამო რომ ეს არის რაღაც საზღვარგარეთ ევროკავშირის ქვეყანა და გინდა წასვლა, მაგრამ არაკეთებ იმ საქმეს, რაც შენ რის გამოც არის. დიახ, თუ ვერ გზნობ მაგასთან არ ახარ ჩართული, ადამიანმა უნდა იცოდეს რა სურს, რატომ სურს და გიორგი, კიდე ერთი მომენტი ახლა იმ თემას უბრუნდები, რამე თუ ჩვენი მაყურებელი არ არის მარტო ახალგაზრდა, ესე იგი მამაკაცთა კაცების დრო კი ქვია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩართულები არიან უფროსი თაობის. აი საქართველოში არ გულისხმობ ახლა თქვა შვეიცარიასა და საქართველოში თუ არის ან თუ გიფიქრიათ იმ ტიპის პროგრამაზე თქვა იმ მოხალისეები რომელიც არ არის თქვა ახალგაზრდა. დიახ. აი კითხვა ეს საერთოდ ზოგადად ეს პროგრამა 30 წლამდე არის და რა ვქნათ თუ 30 წელზე მაგალითად თქვენ შემთხვევაში არა მე გადავწყვეტე მაგ ბევრი ცოდნა რაღაც იმის იმედი მაქვს რომ ევროკავშირს აქ კიდე ამის პროგრამა სინიორების გაცვლის პროგრამა სინიორ ოთარ. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის, ანუ რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში, ამ ახალგაზრდულ სფეროში, სწორედ თვითონაც ხო გააკეთა ეს მოხალისეობრივი სამსახური და თავისი მშობლებსაც გააკეთებინა, ანუ პოლონელები არიან და გაუშვა ესპანეთში ორთვიანი, ანუ სხვადასხვა ანუ ის ცოტა სპეციფიურია. შესაძლებელია ესეც,
იმედი მაქვს, რომ რაც უფრო დაუახლოვდებით მე მგონი, რაც უფრო ჩვენ დაუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო რეალურია, ვიდრე ევროკავშირიც, იმიტომ რომ თქვენში ვატყობ, არის ეს ცოდნა და უნარი და მე გადაცემის მერმეც შეიძლება ურთიერთობა გულისხმობ ცხადია ტელემაყურებელი. მოხალისეობრივ საფუძვლებზე. ხო, მოხალისეობრივი რაღაცა ამ პროჟექტების კუთხით, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი არის ძალიან აქტიური. აი ამ სეგმენტში რა, ჩართული არის ესეთი შეკითხვები ზოგჯერ, აი თქვა ჩემი ცოდნა რაღაცა, ხო? მე შემიძლია ეს თუ გნებავთ არქეოლოგიის კუთხით, თუ გნებავთ რესტავრაციის კუთხით, თუ გნებავთ მშენებლობის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი, რომელიც კონკრეტულად ახლა არ არის დასაქმებული, თქვა თავის იმას. აი ამ კუთხით რო გაითვალისწინოთ, რაც მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავისთავად. კარგი ის მომეცით ახლა მე თქვენ იდეა ამაზე ვიფიქრებ და თუ არის ამის საჭიროება ყოველთვის პროექტები პროექტი ემსახურება საჭიროებებს ანუ თუ არის ამის საჭიროება ძირითადი მოხალისეები მაინც ჩვენ კულტურაში ხელმძღვანელთან ნამდვილობაზეა არა მე სურვილი მაგრამ პირდაპირ დიდი მადლობა გიორგი რომ მობრძანდით და ჩემთვის იყო მართლა ძალიან საინტერესო ასეთი ბევრ შემთხვევაში აღმოჩენაც კი იყო ის ინფორმაცია რაც თქვენ მზანეთ მე მგონი ტელემაყურებელისთვის რატისთვის წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და მადლობა ამისთვის ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს ტელემაყურებელს და სულ მალე ისევ დაბრუნდება კაცების დრო და კაცების დრო სულ არის მაგრამ დაბრუნდება ეთერში მალე არ დაგვემშვიდობოთ და ისევ ჩართეთ ჩვენი ტრადიციული თოქ-შოუ ჯერჯერობით